საკმაოდ დატვირთული მსახურებებია, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი სახარებას ვკითხულობთ, ხო? ასევე დღეს აი კვირა დღე არის, გუშინ ვწირეთ, დღეს ვწირეთ. გამთენიისას უკვე აქ მონასტერში თუ სხვაგან ეკლესიებში, საქართველოს მოქმედ ეკლესიებში დავიწყებთ სახარებების კითხვას, მსახურებას დავიწყებთ. ორშაბათს საღამოს მერე ხარების მსახურება, ლოცვა. შემდეგ სამშაბათს ხარების წილვა გვაქვს. ოთხშაბათი დაიმასოთ, ისეთი დღეა პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა ხოლმე ამ ოთხშაბათს აღსარება ჩაებარებინა. და მოგვიწოდებდა ხოლმე რომ ჩააბარეთო რა, რომ ქუჩაბას იუდასავით არ მივიდეთ და განწმენდილები მივიდეთ. ეცადეთ რომ ჩააბაროთ რა შესაძლებლობა თუ გაქვთ. და აუცილებლად შენდობას რომ დაიკითხავენ, წელიწადში ერთხელ მაინც ეცადეთ რომ მღვდელმთავარს ააკეთებინოთ შენდობის ლოცვა. იმიტომ რომ მღვდელმთავრებს აქვს მიცემული კონკრეტულ ცოდებზე რომ წაიკითხონ რა. მღვდელმთავარი 12 მოციქულის მადლის მატარებელია, მემკვიდრეობითობა რაში არსებობს იმაში, ხო? მემკვიდრეობითობა არის ხელდასხმის საიდუმლოში. სხვა რა ჩვენ მეფეები არ გვყავს და იმპერატორები რომ ტახტიან რამე გადავცეთ რა, ისე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ და სამღვდელოება არის 70 მოციქულის, ხო? ქრისტეს 70 მოციქულის მადლის მატარებელი და ორივე ძალიან დიდი მსახურებაა.